და ამ რუბრიკის წარმდგენია selfie. თქვენთან შეხვედრა ბევრ სხვადასხვა ემოციასთან არის დაკავშირებული, სიხარულთან, მონატრებასთან, ეიფორიასთან. იცი, როდესაც პროცესში ხარ, ძალიან რთულია რაღაცების აღქმა და ამ გადმოსახედიდან ეხლა ამდენი წლის შემდეგ რო ვიყურებით, ამ მომენტში შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად შეცვალა ჩემი და ალბათ თქვენი ცხოვრებაც, ჩემი ცოლის დაქალება. მოგესალმებით ყველას, მიხარია თქვენთან შეხვედრა, ამჯერად როგორც წამყვანი სამწყუაში. ვიცი რომ ყველანი მოუთმელად ელოდებით ČSD-ს მე-20 სეზონს და ჩვენც ძალიან გვინდა რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. სანამ 19-ვე სეზონს გადავახვევთ და გავიხსენებთ რა და როგორ დაიწყო. ჯერ მინდა გითხრათ რა არის ČSD ჩემთვის. გისმენთ. ČSD ჩემთვის არის ოღონდ სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. კიდევ ერთი უნივერსიტეტი, კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი თეატრალური უნივერსიტეტის შემდეგ. ვინაიდან ნამდვილ სასწავლებელში მე როგორც დრამისა და კინოს მსახიობს პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა არ მომეცა, ეს შესაძლებლობა მომცა ამ სერიალმა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნა. ამ სერიალში დაგვიანებებმა მასწავლა დისციპლინა. ილით ვერ გაგვიძება, მაგრამ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. ამიერიდან უყურეთ ČSD-ს 19-ვე სეზონს მხოლოდ Kavia Plus-ზე, რა თქმა უნდა, უფასოდ, ხოლო ჩვენ შემოგვერთით ყოველ ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვისაუბრებთ ყველაფერი იმაზე, რაც კამერას არ დაუფიქსირებია, თუ როგორ შევიკრიბეთ, როგორ გავიარეთ კასტინგი და ზოგადად როგორ დაიწყო სერიალი, როგორ გავიარეთ ძალიან ბედნიერი და ამავდროულად ძალიან რთული დღეები, როგორ შეგვცვალა და როგორ გაგზარდა სერიალმა. ამიტომ ეს ისტორია აქვე დამთავრდებოდა და დღეიდან ყოველ ხუთშაბათს ჩვენ უკვე ახალ ფორმატში ხვდებით ერთმანეთს, უფრო უშუალოდ და უფრო გულწრფელად. ხოლო რა იქნება შემდეგში? ამას ალბათ მე ერთად გავიგებთ. გოგოებო, გავიხსენოთ ახლა პირველი დღე კასტინგი. პირველი დღე კასტინგის ბევრი კარგად მახსოვს. შენ ერთი დღე ქონდა კასტინგი? არა, ორჯერ ვიყავი, მაგრამ ისე მე ბოლოში მოვედი. თქვენ უკვე დამტკიცებულები იყავით ყველანი. მე ვარ ყველაზე ისეთი. იმიტომ რომ თინას არჩევდნენ ყველაზე მე გვიან გავიგერა, ხო, ორი კანდიდატი იყო და აი რომელიც ორიც იყო და მეტიც. და ეგ არ ვიცოდი. ეგ მიხევით საკმაოდ ბევრი კანდიდატი იყო თინაზე. მაგრამ მე და გაჭკამ შენ აგირჩიეთ. ხო, ჩვენ შენზე გავაკეთეთ. კაი, მე ვიტყვი ხა კასტინგზე ჩემსასა და მე ვიტყვი შენზე რა აზრის ვიყავი. ეხლა დავცხოთ ერთმანეთს. ამდენი ხანი. მოკლედ, მე მგონი ყველაზე დიდხანს ვიყავით. მოკლედ, იქამდე იყო ჭამა და სექსი, სადაც პირველად ვიმუშავეთ მე და ლევან ყოჩიაშვილმა ფორმულა კრეატივთან და აუ, მე გამთიშე ხმა. ქარმა დამირეკა, როგორც მეორე ქმარი რო ახსენე პირველმა ქმარად, რომელია პირველი და მეორე ახიც. ეს ოჯერი ეს არის, ეს გოგო. კაცო, ყველაფერი გათიშვილი მაგ და ქმარი მაინც რო რეკავს. არ არის ეს სიყვარული? იარაღზე ჩო. ოდიში დგენაცვე. მოგეთ მე ვიტყვი, ლევან ლომინაზემ დაგვირეკა და დამირეკა მე და მითხრა რომ ამ მოგეთ ცოლქმრის როლზეო თქვენ მოგისაძრებთო რა. და კარგი მეთქი და მე უკვე როგორც არჩეული და ამაყად მივედი უკვე ისე რა სიმბოლურად დავესწრები მეთქი კასტინგს. და მივედი იყო იქ გოგოები მოსული რაღაცა გავიარეთ რაღაცა ტექსტები. მეორეჯერ დამირეკა უკვე ეკამშავენაძემ რომ ანა შეგიძლიათ ისე მოხვიდეთო კასტინგსა და კი მეთქეს როგორ არა თქო და მიხარია ხა ძალიან მიხარია სხვა ბედნიერი. ბედნიერი ვარ ლუქებს ვაწყო მივდივარ სინამდვილეში რომ მაინც ტესტავენ ეგ არიცი ხო და მივედი მეორე კასტინგზე ის გოგოები აღარ დამხდნენ და მან ძალიან ავიძაბე. ანუ მსახიობები ვარ ძალიან ეჭვიანი ბავშვები რო იცოდეთ და ძალიან ბევრ რაღაცას ვფიქრობთ ხოლმე ზოგჯერ ძალიან ისე არაადეკვატური ეჭვებიც გვაქვს და მოგეთ და მან დავიწყე უკვე ხელბა. მეორე კასტინგზე გამოჩნდა ნინო გაჩეჩილაძე და აქვე ვიტყვი ჩემს პირველ შტაბეჭილებას, იმიტომ რომ 4ჯერ დარეკა როგორ მოვიდე დიღომშიო. მე მგონი უფრო მეტჯერ. კი და ჩვენ ყველანი ველოდებოდით ნინოს. არა, დიღომში როგორ მოსული არაცოდი მაგრამ კონკრეტული სამსახური მოვაგენი ველოდებით როდის მოვანინო ან ყველგან და ყოველ იმიტომ რომ ვერ ვაქ
იმიტომ ლამაზებს უნდა ელოდნენ ეს. არა, მაგიტო არა. ხო და მოკლედ მოვიდა ნინო, ვთქვი რომ მეთქი ეს რო ავირჩიოთ ახლა ალბათ მთელი ეს ცხოვრება ეს უნდა რეკოს მეთქი, ეგრე აგიხდეთ ყველაფერი, 19 ეგრე ეძებს დღემდე. მოკლედ მოვიდა ნინოც ესე მე მგონი პირველივე მოსვლაზე მიხვდნენ რომ აი კატოა, იქაც ესე შენ ცხოვრობ და მეც დავადასტურე რომ კი ნამდვილად კატოა და მე წავიდა თინაზე მივედით ბევრჯერ. მე მახსოვს რომ თინაზე მიწვალეს ძალიან. ხო, თინა ვერ იპოვეს და ბოლოს როგორც იქნა იპოვეს. მოვედი მე. ხო, ამ ფემინისტ აგრესიულ ქალზე მოვიდა. ისეთი რაღაცნაირი პეპელა, ქერა, გოგო, თავისივე ქერა შვილთან, აი როგორც შველი და მისი დედა ნუკრის ნუკა ეს ორი ბალერინა, ძალიან თხელი გოგო. ქერა, რასაც ახლა ვერ იტყვი ჩემზე. რატომ? იმიტომ რომ გასულქთი არა ისე. ქერა ხოხა. ქერაც ხო აღარ ვიყავი. აღარც ქერა ვიყავი. ყველანი ცოტა მოვიმატეთ. აქ ერთად დაუბერდით კიდევაც. არა, ბოდიში არ დამეთქვა. მაგაზე ვეყოჩი რომ მე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეგ არის ერთადერთი უნამუსო ადამიანი, ვინც ამ სერიალში მოვიდა და 10 წლით გაახალგაზრდებული წავიდა. ჩვენ დანარჩენმა ყველამ რაღაცნაირად შევიცვალა. მე მგონია რომ ჩემი ამ როლზე აყვანა განაპირობა იმან რომ რაღაცა ტექსტი უნდა გაგვევლო ვემზადებოდი და გიორგი ვიღაცას უთხრა რომ გეხვეწებიო ქვემოთ ოფისიაო ჩადიო და გოგოებსო ვინმესო სათვალე ექნებაო და ამოიტანეო და მე ვთქვა მე მაქვს მეთქი სათვალე თქო ხო და არაო კაცო მზის სათვალე არაო და არა მე ვთქვა მზის არა ხმარობ რა სათვალეს და იმ მგონია რომ იმ ჩემმა სათვალემ განაპირობა იმიტომ რომ მართლა ძალიან შორს ვიყავი თინასგან დღესაც შორს ვარ აი რადიკალურად სხვანაირია და სხვათა შორის ძალიან გამიჭირდა თავიდან ამ თინას როლის აწყობა, იმიტომ რომ რადიკალურად სხვა ადამიანის მოგონება და შეთხზა ძალიან რთული. აი, ჩემთვის გულწრფელად რო გითხრა, ქალი პერსონაჟებიდან ყველაზე საყვარელი პერსონაჟი არის თინა. იმიტომ რომ ყველაზე ახლოს არის ჩემს ხასიათთან, მეც ეგეთივე ფემინისტი ვარ და ერთხელ ვუთხარი კიდევაც ქეთი დევდარიანს, რომ მეთქი კატო მე რა, ანუ რატომ ათამაშეთ მეთქი, როცა მე თინა ვარ თქო, ანუ რეალურად თინას უფრო გავარ მეთქი რა. ხო და თინა რანაირად ხარო თინა ათეისტიაო და შეხო არ ხარო ათეისტი მაგარი რაღაცა გითხრეს შენ იმიტომ მე ეს უმარხვალე როგორც კი მითხრა მე ათეისტია კაი მაშინ არ მინდა ეს სერიალი გავიდა ეთერში მეორე დღეს გავედით ქუჩაში და რა ხდება ერთი მახსოვს რომ იქამდე არსებობდა ბევრი პოპულარული სერიალი და ცოტა სკეპტიკურად უყურებდი რომ ქართულს რამდენად შეдан მეგონა რომ ქართველი ცოტა მძიმე არის ფანობისთვის რომ ფანი იყოს მოვიდეს ფოტო გადაგიღოს უხარდეს სიხარული ესე შენი ნახვის სიხარული ესე ღიად გამოხატოს და ცოტა ისე უყურებდი რა მეჯერა მაგრამ უფრო მეგონა რომ პატარა ასაკში იყო და მე რო გავედი მაშინ რაღაცას ვასწავლდი სკოლაში არ მახსოვს და აი მახსოვს რომ ვერდით აი რომ ხედავ გარშემო რომ ჩაივლი სამყარო რომ შეიცვალა და რაღაცა ბავშვებთან სკოლასთან და მაშინ ზუსტად მივხვდი რომ ეს არის ჯადოსნური რაღაცა ასევე ძალიან შემიშინდა იმიტომ რომ ჩემთვის აქ მნიშვნელობა როგორ გავხდები პოპულარული და მივხვდი რომ კიდევ უფრო დიდი პასუხისგებლობა მაქვს და კიდევ რაღაცა თან სხვა პასუხისმგებლობა ჩოჩქოლი რო ატყდა ჩემ უკან რაღაცა ეს ხმები ჩწდოს და თინასი და ემისი მაშინ მივხვდი რომ მანამდე ბავშვი მიმყავდა ხოლმე მანქანით სკოლაში ოღონდ ხალათი ოღონდ გამახსენე ტრანსპორტი ხალათი მსაკლოსფერი ხალათი მქონდა აი ეს თბილი ხალათი რო ახლა იცქოდი და ანუ აი პირდაუბანელი ეს ამ ხალათი და მანქანით მიმყავდა ხოლმე და აი მაშინ მივხვდი რომ ამ ეპოქას დაემშვიდობე მაგას დავემშვიდობე და დამთავრდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ სახლიდან ვეღარ გახვალ ისე მოუწესრიგებელი რომ უბრალოდ უხერხულია ჩვენ ყველა ეპიზოდში გვექნება ინტერაქცია მაყურებელთან, სადაც უპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს. თუ ვერ შეხვდებით ტასოს და ჯეკოს თბილისის ქუჩებში, მაშინ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი კითხვები კავეა პლუსზე, ЧЦД-ს არხზე, ასევე სოციალურ ქსელებში და ასევე ჩვენი ЧЦД-ს რივოჩის TikTok გვერდზე. მოდი, მე უკვე მაქვს კითხვები. ეხლა გავუშვებ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სცენას. რომ ყველა ვნახოთ, რაზე არის კითხვა დასმული. აბა, საინტერესო.
Განერედგა. შენ გაგიმარჯვა შენს ოჯახთან. იქარა და იბედნიერე ჩემო დათო. ეს მახსოვს ძალიან მაგრად ამის გადაღება. სიუჟეტს რა ხდება იქ? უჩა წადი. კიკინები რატო გიკეთში? მე გეოდები. თუ ყავ 12 ბავშვი რა. ოჯახ ნინაში. არ მახსოვდა ეს ყველაფერი. ეს ბოლომდე არასოდეს არ მინახავს. ეხლა ვნახე. მოკლედ ემოციების ამისვეს მე არა ვარ. ეს ჩემი არ არის. კითხვა. გოგოებო, ამ სცენაში მართლა მთვრალები ხარ და ზოგადად მაინტერესებს кейპის სცენებში ცვამ თუ არა ალკოჰოლს, როგორც გოგოები, ასევე ბიჭები. აი მე არა, ყველაზე საშინელება ალბათ ეგ არის არაფხიზელ მდგომარეობაში რაღაცის თამაში. თუმცა რაღაცა მომენტებში მოგვიცია, მაგრამ აქ ფხიზლები ვართ აბსოლუტურად. აქ ფხიზლები ვართ. რთულია, ძალიან რთულია, თვალი. აი ხო რაღაცები სირთულეები და თვალის თამაში საკმაოდ რთულია. მე არც ერთი ჩემი თვალი თამაში არ მომწონს. აი რა იყო ახლა ეს? რა იყო ხა? რა არის? ზარცხვენია შვილი. მაგრამ ერთი სცენა მაქვს ისეთი, კაი თვალი თაბურბუჟებული რომ ვიყავი, იმიტომ რომ სასტიკად მეშინია ფრენის და გახსოვთ მაშინ იქ რომ და მე საშინელი დღეები იყო. შენ და თემიკო ჭიჭინაძე სცენა. ხო და მაშინ მომიტანეს სასმელი კონიაკი დამალევინეს და ისე ჩამსვეს და ის ვეღარ გათვალეს რომ მე იქ ჩამსვეს, მაგრამ იქ ხო სცენა უნდა მეთამაშა. ეგ ვეღარ გათვალეს მერე და მე აი მიდიოდა იქ რას ლაპარაკობდი რას ბოდი თან კაცშვილი მომკითხავი არ იყო, იმიტომ რომ სამი კაცი ვისხედით ხო. ანუ ერთ ვერავინ იტყოდა. პედლიჩკას ყველაფერი ჩვენ ვიყავით. ქუდის გადაღების დროს ნოემბერში პირველი ქუდი რაც არის, იმას უკან ფონად აქვს ძალიან ისეთი გაბლარული სამი გოგო რომ მოვდივარ ძალიან დიდხანს ვარჩიეთ სამი კოსტიუმი როგორ უნდა შეგვე ხამებინა ერთი მეორე ხათამჩობ როგორც ჩვენი კოსტიუმების ხატვარი არიცით არასოდეს არაფერს არ იმეორებს და აი ცალ-ცალკე ესე აწყო ყველაფერი და გათოვდა ნოემბერში ისე გათოვდა ჩვენ გვეცია ესე ძალიან წვრილ მებზე რა ქვია ბრეტელებზე რაც კაბას არა გამჭვირვალე აი ცეგური ზაფხულის სანდლები მაცვია ქუსლიანი თხელი აი ესეთი რაღაცა ზაფხულის თეთრი და მოკლედ ამ ახალ აღმაშენებელზე გვაქვს ეს რაღაცა ჩაშრიალება და ეს რომელი ქუდი იყო? პირველი ქუდი ქუდის და იყო კადრია აღმაშენებელზე რომ მოვდივართ საშინელი ყინვა იყო უბრალოდ რო არ გავციებულიყავით იმიტომ რომ სხვები სვავდნენ ვიღაცებმა გაიხადეს მაგრამ თამჩომ გაიხადა აი მეც სოლიდარობის ნიშნად არ ჩავიცმევ ჩვენი კოსტიუმების ხატვარი და დაგვალევინეს ალბათ ერთი ჭიქა არა იმიტომ რომ ერთი ჭიქა იქ არ გვეყოლა და სამი ჭიქა მაინც კი სამი ყველავარი სამი ჭიქა სამი ჭიქა კონიაკი კარგად ჩვენ გავიძრეთ ყველაფერი რაც გვეცა და მე მოვდივარ არ შეგვსივდა რა თქმა უნდა და არ ჩასვეს ეს კადრი მოკლედ და რატომ? იმიტომ რომ მაკას დავიწყო სათვალის გაკეთება და კიდე რა ვერ ვარ დავიწყე. ჩემ გამო ყველაფერი. მე ზანგული დამწყენ, თორე ის კაბა ძალიან მომწონა. იმდენი ხანი ვარჩი, ეს რაღაცა ფარფლებიანი ვარდისფერი კაბა იყო. მეორე კითხვა არის კოცნების შესახებ. სად მაგათ კახეთში? კახსასტუმროში. ჯამაგარი. კახეთში? Кай машин. Макс ხვენ. და რა უსირცხვილო ხალხი ვართ რა არის ეს შეიძლება ამდენი
გამოცნა ეკრანზე. მე უნდა დავთვალო რამდენია. ეს საუნდტრეკი მიყვარს. სულ ეს იყო, სადა დადარჩა. კაცო ეს რა არის? ეს მე-10-დია. ამაზე გვეკითხება მაყურებელი. გაგიჭირდა თუ არა კოცნის სცენები და რომელი იყო ყველაზე რთული და ყველაზე გამორჩეული და საერთოდ კოცნის სცენებში რამდენად აქვს